მოგესალმებით. თეთრი კვადრატის ახალი სეზონის პირველი გადაცემა მიეძღვნება გამორჩეულ მონუმენტური მნიშვნელობის რეჟისორს ელდარ შენგელაიას. ამ სახელის და გვარის გაგონებისას ყველას გონებაში გვიტივტივდება პერსონაჟები, მათი ტრაგიკომიკური ბედი და ისმის მთავარი კითხვა ის, რაზეც გვეცინება რეალურად სასაცილოა თუ სატირალი უფროა. რა ქვეტექსტებს შეიცავს ელდარ შენგელაიას შემოქმედება, თემას ვრცლად გავაანალიზებს სტუმართან ერთად კინომცოდნე ნელა ოჩიაური არის თეთრი კვადრატის სტუმარი. მოგესალმებით ხალხო ნელა. ყოველთვის გვიხარია თქვენი გამასპინძლება და საუბრობთ მართლაც მონუმენტური მნიშვნელობის კინემატოგრაფზე, ხომ, რომელიც სავსეა მეტაფორებით, ალუზიებით და ამ ყველაფრის გაშინა არსებას თეთრი კვადრატის ფორმატი ნამდვილად ვერ ეყოფა, უფრო მეტი დრო სჭირდება, თუმცა შევეცდებით, რომ მთავარ დეტალებზე ვისაუბროთ. ალბათ არავისთვის არის გასაკვირი, რატომ აირჩია ეს პროფესია ბატონმა ელდარმა, იმიტომ რომ ის დიდი რეჟისორის ნიკოლოზ შენგელაიასა და ნამდვილი ვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის ვაჟია და თავისი ძმა გიორგი შენგელაია. აუცილებლად მინდა რომ თითქოს პარალელიც გავავლოთ მამა-შვილის შემოქმედებას შორის. თქვენთვის რა ირეკლება ელდარის შემოქმედებაში, რით გავს მამას და რით განსხვავდება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მეც ძალიან მიხარია ყოველთვის თეთრ კვადრატში სტუმრობა. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გადაცემა ამდენი წლის ისტორიით, ასეთი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისთვის. და რა თქმა უნდა, ელდარ შენგელაია მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი პერსონა იყო ქართული კულტურისთვის, რომელმაც შეიძლება ფაქტობრივად თავისი თაობის რეჟისორებთან, სამოციანელებთან ერთად შექმნა თანამედროვე ქართული კინო, შექმნა ეპოქა. და აი თქვენი კითხვა თუ რა აკავშირებს შვილობის გარდა მამასთან უდიდეს რეჟისორთან ნიკოლოზ შენგელაიასთან არის სწორედ ის, რომ ნიკოლოზ შენგელაიამ ასევე თავის თაობის რამდენიმე რეჟისორთან ერთად საერთოდ შექმნა ქართული კინემატოგრაფი და კარგი გაგებით ეროვნული კინემატოგრაფი, ის რითაც ნებისმიერი ქვეყნის კულტურა და მათ შორის საქართველოს კულტურა გამოირჩევა, რაც ახასიათებს მას და რითაც ის განსხვავდება, რაც არის თავისთავად, რაც არის მნიშვნელოვანი. ეს გააკეთა მე-20 საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ შენგელაიამ და ეს უკვე მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გააკეთა ელდარმა. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თან რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად ორივე არის რეფორმატორი, საფუძველ ჩამოყენე და შექმნელი, არაფრით არ გვანან ერთმანეთს. თან ძალიან არ გვანან. აბსოლუტურად განსხვავებულები არის. თავარი მსგავსება რაც შეგვიძლია დავინახოთ, ეს არის მეტაფორული თხრობა ცენზურის დროს, როგორ ვთქვათ, სათქმელი ისე რომ ძალიან არ დავისაჯოთ, ხო? და ეხლა ელისო მახსენდება ბუნებრივად პირველ რიგში ნიკოლოზ შენგელაიას შედევრსაც. ქალი პერსონაჟი არის ძალიან მამაცი და შეუდრეკელი და შეგვიძლია პარალელი მეტაფორულად გავავლოთ ჩვენს ქვეყანასთან, მის შეუდრეკელობასთან და იქ ვხედავთ იმ ქვეტექსტებს, რასაც მოყვა რაღაც გარკვეული წილი ცენზურა, თუმცა მაინც რეჟისორმა იპოვა გზა, ეთქვა თავისი სათქმელი ისე, რომ ფილმი მაყურებლამდე მიეტანა. მსგავსი ფაქტორია ზუსტად ელდარ შენგელაიას შემთხვევაშიც, თითოეული ფილმი შეიცავს ძალიან ბევრ შრეს, ქვეტექსტებს და რამდენიმე მათგანი მიმოვიხილოთ, მოდით. არაჩვეულებრივი გამოფენა ამ ფილმით დავიწყოთ. დავიწყოთ, მეთანხმები აბსოლუტურად თქვენ ნათქვამს, თქვენ მოსაზრებას და არაჩვეულებრივი გამოფენა. მართლაც არაჩვეულებრივი ფილმია, ხო, თავისი ყველა კომპონენტით. გარდა იმისა, რომ აი თქვენ რასაც ამბობთ, რომ ეს არის მეტაფორებით, ქვეტექსტებით, იგავური ენით შექმნილი ფილმი, რა საერთოდ დამახასიათებელი იყო ამ პერიოდის 50-იან 60-იანი წლების ქართული კინოსთვის, როდესაც დაიწყო ახალი აზროვნების გამოვლინება, იმიტომ რომ ეს თაობა, რომელიც მოვიდა მათ შორის ელდარ შენგელაია, ერთ-ერთი პირველი იყო ამ თაობის წარმომადგენელი, ხო, რომელიც ასე აზროვნებდა. ისინი ასე ხედავდნენ სამყაროს, ისინი ასე მეტყველებდნენ. მათი სასაუბრო ენა
და მათი საკომუნიკაციო ენა საზოგადოებასთან იყო სწორედ ეს, რომ ისინი ამბობდნენ სიმართლეს, ისინი ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ, თანგამ დღესაც ვიცით, რომ თუ შენ ყველაფერს ეთქო პირდაპირ რაღაცას არ შეფარავ, რა თქმა უნდა, და რაღაცას არ მოატყუებ ჭალებში, იმიტომ ამას ცენზურას, რა თქმა უნდა ის შენი სათქმელი საზოგადოებამდე, მაყურებლამდე ვერ მივა და მით უმეტეს საბჭოთა კავშირში ესეთი ძიმე რეჟიმის დროს, როდესაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, შორის იყო, ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი გამიჯნავი, ძალიან სერიოზული და ძლიერი კედელი, რომელიც არ აძლევდა ადამიანებს ერთია რომ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას, მეორე თავისუფალი აზროვნების საშუალებას და ეს საზოგადოება უნდა ყოფილიყო მორჩილი, ხო, ეცით ახლა ეს ჩვეულებრივი უკვე ბანალური ჭეშმარიტება საბჭოთა და ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი და აი ელდარ შენგელაიამ მოახერხა და ეს ვერაფრით ვერ გამოვაკრეთ ელდარ შენგელაიას და რეზო გაბრიაძეს, რომლებმაც ფაქტობრივად ერთად ეს იყო ტანდემში სრულიად უნიკალური თანამშრომლობის და აზროვნების ერთობის ნიმუში იყო ხო მათი ფილმები. აი ესე შექმნეს ეს სცენარი, რეზო გაბრიაძემ სცენარი და ამ სცენარის მიხედვით უკვე ელდარ შენგელაიამ შექმნა ფილმი, რომელიც აი მართლა გავიდა რამდენი წელი ხო, 68 წელშია ფილმი, ну ყოველ შემთხვევაში ჩვენ როდესაც მოგვეცა ნახვის შესაძლებლობა ეკრანებზე გამოსვლით და დღემდე ეს ფილმი არ კარგავს თავის ხარისს. გამომდინარე იქიდან ეს კომედიური ჟანრი არის ცალსახად. შეიძლება მაყურებელს გამოეპაროს ის ტრაგიკური ნოტები, რითაც არის გაჯერებული ფილმი, ხო? გასაგებია, რადგან გვეცინება, ქვეყნდება, ლაღის სანახავია, რა არის მთავარი დრამა არაჩვეულებრივ გამოფენაში? მთავარი დრამა, ხო? მთავარი დრამა არის ალბათ ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერის ზოგადად დრამა. მისი არ შემდგარი ცხოვრების ბევრი მიზეზის გამო, ხო? ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი ამ ქვეყნად, რომელსაც ყველაფერში უმართლებს. გაცრუებული იმედები, ვერახდენილი ოცნებები. გიწევს იყო რაღაც მომენტში კონფორმისტი, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის, ეს რაღაც სტაგნაცია, სხვა გზა არ არის უბრალოდ, მაგრამ მოდის ახალი თაობა. მოდის ახალი თაობა, რომელიც არავინ არ იცის. აგული ერისთავიც ასევე ახალი თაობა იყო, როდესაც მოვიდა და როდესაც ოცნებობდა რომ მე ამისგან უნდა რაღაც გაეკეთებინა, ხო, მაგრამ აქ კიდევ ერთი ალბათ უფრო მასშტაბურად თუ შევხედავთ, ეს არ არის კონკრეტულად ვინმე ხელოვანის, ჩვენ ხშირად კამათობთ ხოლმე ნიჭიერია თუ უნიჭო აგური ერისთავი და როგორ თუ ნიჭიერია, როგორ შევა რომ ნიჭმა თავი არ გამოიჩინოს, არ არსებობს კი როგორ არა. თავისუფლად შეიძლება რომ ნიჭი დაიკარგოს და ნიჭი ჩაკლან. კი ბატონო, როგორ კვდება ნიჭი? ეს არის მთავარი ტრაგედია ამ ფილმის, მე ასე მგონია, როგორც მაყურებელს და მთელი ეს დიდი სურვილი ადამიანის გზა გაუკვალოს და უფრო მეტად შეუმსუბუქოს ახალ თაობას, თუმცა რა იქნება და რა ბედიელის ახალ თაობას, ესეც კითხვითი ნიშანია და მთავრდება კიდეც სწორად რაღაცა ასეთი კადრით, როდესაც თუმცა რა თქმა უნდა ამ ასეთი ჟანრის ფილმებისთვისაც და არა მარტო ზოგადად კინოს რაღაც გარკვეული კატეგორიისთვის დამახასიათებელია და კარგია რომ ეს დამახასიათებელი რომ შეიძლება არ არის happy end-ი, მაგრამ არის იმედი. და იმედი არის ის, რითაც ალბათ ნებისმიერი საზოგადოება და ნებისმიერი ადამიანი არსებობს. ხო, რომ გაქვს იმედი, ესე იგი ცოცხალი ხარ. ესე იგი ცოცხალი ხარ და ესე იგი გაქვს სტიმული. იმედით არის გაჯერებული შერეკინების ფინალიც. ხო, აი შერეკინების ფინალიც ცოტა არ იყო საკამათოა, ხო? ხო, სად მიფრინავე? მთელი ფილმი მიდის მართლა რაღაც ეს ფეირვერკია, იუმორის, სიხალისის, არაჩვეულებრივი შესრულებული, არაჩვეულებრივი პერსონაჟების, სახეების, არაჩვეულებრივი შესრულებული როლების, უკლებრივი ყველა ერთი
გამოგაელვებისაც კი, რაც ასევე დამახასიათებელი იყო, დიდი ოსტატი იყო მსახიობთან მუშაობის ელდარ შენგელაია, მაგრამ ამავე დროს აი არ კი მათ მიაღწიეს იმას, რისიც არავის არ ჯეროდა, მაგრამ სადმე ფრინავენ ეს. აი ბატონმა ელდარ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა წლების წინ მაქვს ამოკითხული, რომ არც დასავლეთით, არც აღმოსავლეთით უბრალოდ გაექცნენ რეალობას, გაექცნენ ჩაკეტილობას და არიან თავისუფლებაში. თუმცა ბუნებრივია შემდგომ ეს ორიენტირი, როგორც ზაურმა უნდა გააკეთოს რეალურად ის მარმარილოსგან რაღაც შექმნას, ასევე რაღაცა ორიენტირი უნდა იპოვონ მათას. საინტერესო არის სიყვარულის სიმბოლიკა ფილმში, ძრავა აი ამ მანქანის სოციალისტ აბსურდული მექანიზმის არის სიყვარული, ხომ? სიყვარული ამოძრავებს ამ ადამიანებს თავისუფლებაში. აბსურდიზმზეც ვისაუბროთ, ეს ქათამი, რომელსაც ციხეს მიურჩია. აი რა ხდება საერთოდ? რას გვეუბნება ბატონი ელდარ? აი თუნდაც ალბათ ეგეც იმ რეალობის ანარეკლია, ხო, საბჭოთა კავშირი, ციხე, თან როგორ ციხეა, ხო? როგორ აქ ეს აწყობილი მასში ქვევრია თუ რაღაც მასშია, ხო? გამომწყდეულები არიან. რომელსაც მე გაანგრევენ კიდევაც, ხო, ამ კედელს. ეგ არიან, მაგრამ იმდენად აბსურდული იყო და ეს ადამიანები, რომელიც მაშინ ცხოვრობდნენ და მაშინ მოაზროვნე ადამიანებს საუბარი და არა და უშუალოდ საბჭოთა იდეოლოგიის გავლენის ქვეშ აზროვნება და დაკარგულ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობდნენ და რომლებსაც აწუხებდათ თავიანთი მეგობრების, თავიანთი კოლეგების, თავიანთი მშობლების ბედი, იმ ადამიანების ბედი, რომლებიც როგორც ხალხის მტრები სულ ცოტა ხნის წინ სანამ ეს თაობა მოვიდოდა, ხო? კინოში მოვიდოდა ხელოვნებაში, თორე ცოცხლები ხო იყვნენ. რამე შეიწირა აბსურდულმა ბრალდებებმა, ხო? შეიძლება ამის გაშარჟება არ ხდება პირდაპირ მნიშვნელობიდან, ისეთი თემა, რომ ამას ცხადია, რომ ესეთ შარჟის იმას ვერ ამის გამოაშკარავება ხდება. ხო, მაგრამ აი ის რომ აი ყველაფერი იმდენად აბსურდული იყო და როგორც კი შენ ადამიანი ან ხელისუფალი ან ვიღაც ნუ სამართალ დამცავი თუ მაშინ სად იყო სამართალ არც კი განიხილებოდა ხო პირდაპირ შეეძლოთ დაესაჯათ და ან მოეკლათ დაეხრიტათ ან გადაესახლებინათ ადამიანები ხო და ცხადია რომ ეს ადამიანები იმ საპყრობილეებიდან გულაგებიდან თუ იმ ციხის დასახვრეტის საქმეებიდან რა თქმა უნდა ოცნებობდნენ რომ ისინი უნდა ხო ოცნებობდნენ შეიძლება არ ქონდათ იმედი რომ წავიდოდნენ იმ დროს სიბნელეში უწევდათ სრულ სიბნელეში ცხოვრება აქედან ვერ ამოშლით ვერა აი ეს აბსურდიზმი ვახსენეთ და ხშირად ის ემოცია მოაქვს ბატონი ელდარის ფილმებს, რა ემოციაც განვიცადა, როცა ფრანც კაფკას პროცესი წავიკითხე. ეს რაღაცა ბიუროკრატიული აბსურდიზმი, ადამიანი, რომელიც ეძებს გამოსავალს და ძალიან მარტივ კითხვაზე ეძებს პასუხს, რა დავაშავე, რაში მადანაშაულებთ, აი ამ პასუხს ვერ ღებულობს, გამომდინარე იქიდან, რომ არის სრული ჰაოსი და აი ეს კლაუსტროფობიური შეგრძნება მოაქვს ბატონი ელდარის ფილმებსაც. შეგვიძლია ლოგიკურად გადავიდეთ ცისფერ მთებზე, სადაც კიდევ უფრო მეტად მძაფრდება ნარატივი, თუ კი შერეკილების შემთხვევაში მეტად კომედიურად შეიძლება აღიქვას მაყურებელმა მისი ნარატივი, შინაარსი და ძალიან ცოტა შეიძლება ჩაუხმავდეს იმ ქვეტექსტებს, იგივე ეს ქათმის სიმბოლიკა იქნება თუ ამ შემდეგ. ცისფერი მთების შემთხვევაში მე მგონია, რომ უფრო აშკარაა ეს სიმბოლოები, უფრო თამამად ამბობს რეჟისორი თავის ნარატივს. ხო, ისეთ რა არის, ეგრეა, მაგრამ მასაც უნდა მივაქციოთ ალბათ ყურადღება, რომ რა დროა რა პერიოდია შესუსტებული სისტემა იცვლება მოდის გარდაქმნის პერიოდი და თითქოს რაღაცა სხვა ნიშნები ჩნდება ამავე დროს რა თქმა უნდა აქვს იმასაც მნიშვნელობა
რომ თვითონ ელდარ შენგელაიას სხვა საკი აქვს. აღარ არის ესეთი ახალგაზრდა, სხვა ნებებით, სხვა ინტერესებით, სხვა გამოცდილება აქვს უკვე მიღებული და ზუსტად იცის. ალბათ არ ამგონია რომ ესეთი წინასწარმეტყველური ესენი ქონოდა. ზუსტად იცის რომ ეს ჩაკეტილი სისტემა, ეს ჩაკეტილი სამყარო თუ არ დაინგრა, შენ ვერსად ვერ გაფრინდები. შენ ვერაფერს ვერ გაკეთებ. აუცილებლად უნდა დაინგრეს და რო ის არ ინგრევა, რო ხედავს და ჩვენ ხედავთ უბრალოდ მაყურებელი, რო ის არ ინგრევა, იმიტომ ის კი ინგრევა. მაგრამ ახალი კერა ჩნდება საპყრობილესი, რომელშიც ეს დაუსრულებელი სვლა, დაუსრულებელი გაიტანეთ, დაუსრულებელი ალბათ სხვა და არსებითი არაფერი თითქოს ყველა დაკავებულია, მაგრამ არსებიც და მნიშვნელოვანს არავინ აკეთებს. ეს აბსურდიზმი და მოცემულობა, შენობა ინგრევა, გაფუჭებულია, ლიფტი არ მუშაობს უფუნქციო, არავინ ფიქრობს მის შეკეთებას, კონფორმისტები არიან და მოდი ფეხით ავალ ჯობია თუ გაფუჭებულია ფეხით ავალ. ინგრევა საბოლოოდ შენობა, მაგრამ მაინც აგრძელებენ ფუნქციონირებას. ეს არაღიარების ფენომენი, ხომ, რაც მართლაც ქმნის ამ ტრაგიკულ ფონს და გორბაჩოვმა როცა იხილა ეს ფილმი, ჰქონდა კიდეც მსგავსი რეაქცია ბატონ ელდარი ამას ციხსავებს თავის ინტერვიუებში, რომ რაღაც თუ არ მოვიმოქმედეთ მართლა ინგრევა ეს სისტემა. კი, აი კინო თქვენი აზრით რა გავლენის მატარებელია ბატონ ელდარის შემოქმედება? შეუძლია რომ გარდასახოს ადამიანის ცნობიერი? შეუძლია დაანგრიოს მართლა სისტემა? საერთოდ არ მჯერა რომ ხელოვნებას ეგ შეუძლია სამწუხაროდ არ მჯერა ამის და შეიძლება ამისთვის არც არის ხელოვნება რომ მაგრამ ადამიანებს რო გავლენას ახდენს და ადამიანების უხსნის რაღაცას კიდევ ის რომ გვაჩვენებს იმას რაც შეიძლება არ დაგვინახავს ან შეიძლება პირიქით გადაიღო რეჟისორმა რაღაც ფილმი და ჩვენ ხედავ და სულ არ უფიქრია რომ ეს შეიძლება ასეა და მაგრამ მაყურებლის რეაქცია თუ მაყურებელი მზად არის ასეთი შეხვედრისთვის და საბედნიეროდ ქართველი მაყურებელი ყოველთვის იყო მზად ელდარ შენგელაიას ფილმებთან შესახვედრად, ყველაზე არა მაქვს ბუნებრივია საუბარი, მაგრამ ის ყოველთვის ყველგან ესია, ვიღაცა არის და ვიღაცა იღებს და როდესაც შენ ესაუბრები რეჟისორი შენ საზოგადოებას იმ თემებზე, რომელიც მას ჭირდება, იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, ან თუ არ ესმის, ისე ესაუბრები, რომ მან უნდა გაიგოს ეს მისი ფილმების ჟანრები, სწორედ ამის კენაც არის თითქოს მიმართული რომ აი უნდა გამაგებინოს მე არ ვიცი რაღაც ენა არ ვიცი რომ ეს ასეა ასევე არ ხედავ ცხოვრება და შენ ამას მიჩვენებ ძალიან თავისუფლად ძალიან თამამად ძალიან ლაღად მე შენთან ერთად ვიწყებ სიცილს ან შენთან ერთად ცრემლი მადგება განვიცდი ხო და რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ცნობიერებაზე, ხო, საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაზე, ვიღაცაზე პირიქით, ვიღაცაში ანტაგონიზმს იწევს და სწორედ მათ შეიძლება მათთვის უფროა ეს ფილმი გადაღებული. ესეც ეს რეაქცია აქვს. და ამავე დროს, რა თქმა უნდა, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელდარ შენგელაის კინომ გავლენა მოახდინა ქართულ კინოს. სხვა თაობებზე, თავის მოწაფეებზე, რომლებსაც 70-იან წლებში ასწავლიდა, იმ ადამიანებზე, რომლებსაც მისი მოწაფეები ასწავლდნენ, ადამიანებზე, რომლებიც ოცნებობდნენ რეჟისორობას და უყურებდნენ ელდარის ფილმებს და იზრდებოდნენ ამ ფილმებზე, როგორც რეჟისორები და არა მარტო როგორც მოქალაქეები. ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა იყო მართლა და მართლა ეტყობა დაიმსახურა საქართველოს ელდარ შენგელაიას და აი რამდენიმე მისი მსგავსი რეჟისორის არსებობა. კი ბატონო. ოღონდ მოგვესმინა კარგად ალბათ. აი გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან აღიარებული და წარმატებული რეჟისორი იყო, უფრო მეც იმსახურებდა და თითქოს მაინც არ ქონდა სათანდო აღიარება და დაფასება მის შემოქმედებას. იცით რა, საბჭოთა პერიოდში ასეც იყო.
ჩვენ მახსოვს რაღაცა მას ვაკეთებდით საღამოს თუ შეხვედრა, აი რაღაც ისეთი ის იყო. და ვეძებდით, თუ ბიოგრაფია ეხა რო არის გახსნილი სრული ინტერნეტი ყველა საშუალება. აი შნარი იყო და ვაგროვებდით ესე მისხალ რაღაც ინფორმაციას და პრემიები, პრიზები არ ქონდა. ის იმიტომ იქ რომ მისი ფილმები ძალიან იშვიათად გაქონდათ და საბჭოთა კავშირის გარეთ აჩვენებდნენ, არ იყო ეს აღიარებული იყო. რაღაცა ჯილდოები. ხო, მაგრამ რაც გამოხატავს ხოლმე, ხო, რაღაცას არის ნიშანი არის, რადგანაც არსებობს ჯილდო, პრემია, ესე იგი არის კიდევაც მას აქვს არსებობის უფლება, ხო, რაღაცას მნიშვნელოვანია. არისო, თუმცა მე არ ამგონია რომ აი ხა რო გავიდეთ ჩვენ ქუჩაში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას დავდგეთ და კითხოთ ნებისმიერ შემთხვევაში ვინ არის ელდარ შენგელა და მისი აუცილებლად შეხვდება ესეთი ადამიანი. სამწუხაროდ მე უკვე რაღაც პერიოდში უკვე მან ნაკლებად დაიწყო კინოზე ფიქრი, თუმცა დიდი აქტიურად არც და ვერც იღებდა, ხო? მაგრამ მე პოლიტიკა არის რაც ყოველთვის ხელს უშლის ადამიანს, ხელოვანს. საკმაოდ სუყე გამოცდილება ქონდა პოლიტიკაში მოღვაწეობის ბატონ ელდარს. ჯერ კიდევ რომელი წლებიდან დაწყებული. ადრე ხო, საბჭოთა პერიოდიდან, თუმცა მაშინ უფუნქციო იყო ყველა ესეთი დეპუტატი თუ ვინც იყვნენ, არ ვიცი, თუმცა რა თქმა უნდა, მას ჰქონდა კინოკავშირის იყო ხო თავმჯდომარე, იქ კინოსტუდია, ანუ აქტიური ადამიანი იყო. როგორც მოქალაქეც ძალიან და რა თქმა უნდა, ის რაც ვერ მოახერხა, ვეღარ მოასწრო ნიკოლოზ შენგელაიამ, რა თქმა უნდა, გააგრძელეს და მოასწრეს ელდარ და გიორგი შენგელაიამ, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს იყო მათი გზა, მათი კინო, მათი ფიქრები, თუმცა რა თქმა უნდა, თქვენ როგორც დასაწყისში თქვით, სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნიკოლოზ შენგელა და ნატო ვაჩნაძე, სწორედ ის გენეტიკა, რომელიც რა თქმა უნდა ქმნის ასეთებას. დათო ჯანელიძეს ვერ საუბრეთ სტუდენტს ელდარ შენგელაიას სახელოსნოში აიდგა ფეხი როგორც რეჟისორმა მან და ბატონმა დათომ გითხრა რომ ადრე რაღაც სხვაგვარი ერთობა გქონდა გადასაღებ მოედანზე, თითქოს ის კორპორატიული კულტურა გადასაღები მოედნის სხვანაირი იყო, უფრო თბილი, ერთი სულისკვეთება გვაერთიანებდა. ახლა ცოტათი გათითო კაცი, ყველა ინდივიდუალურად ფიქრობს თავის თავზე, თითქოს ეს ერთობა ესეთი აღარ არის. მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქართული კინო უფრო და უფრო ვითარდება, წინ მიდის და ზუსტად ეს აღიარებები გვესმის სხვადასხვა კლასის ფესტივალებზე, ვდგავართ ავანგარდში. თუმცა თქვენი აზრით, იქმნება იმ დონის კინემატოგრაფი, როგორ დონესაც ქმნიდნენ რა ფილმებსაც ქმნიდნენ, თუნდაც ბატონი გიორგი შენგელაია, ელდარ შენგელაია. და არის თუ არა ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ რაღაც ერთი სულისკვეთება ხო? არა, მე მგონი კინოში ერთი სულისკვეთება ხოლო ჯგუფში არის. ერთი სულისკვეთება საჭირო გადამღებ ჯგუფში. კინოს ეს პლუსიც არის და მინუსიც, იმიტომ რომ ადამიანები იკრიბებიან კონკრეტულ ფილმის გადაღებისთვის და შემდეგ იშლებიან, ეს არ არის თეატრი. ეს არ არის ტელევიზია, სადაც ყველა ერთად ხართ. ხო? და გინდა არ გინდა ხართ. კინოში არჩევანი უფრო თავისუფალია, მაგრამ მე მაინც იქნება შეიძლება ახალი ბოლომდე აი ეს ახალი კინო მიმართულება, უბრალოდ აი რაღაც კინო ჟანრობრივი მრავალფეროვნება. რაღაცა სხვა დრო მოვიდა და რატო? ძალიან არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ქართული კინო გამოვიდა კრიზისიდან, ხო? რა თქმა უნდა, ხელოვნურ შემთხვევაზე იყო საკმაოდ დიდი ხანია, 90-იან წლებიდან დაწყებული. ძალიან ძიმე პერიოდი გავიარეთ, მერე მოვიდა უკვე ახალი თაობა. ძველი, შუა და ახალი თაობა დღეს ერთად იქმნის რაღაცას, ხო? უკვე ძველი, მე რომ მგონია რომ ახალგაზრდა ჩემი თაობა, ის უკვე სულ სხვა თაობა, ანუ უკვე ახალ თაობას ზრდის. ხო, რა თქმა უნდა, თან დიდი ხანია ზრდის უკვე, ხო?
და უკვე შუა თაობა ზრდის ახალ თაობას. და ეს ახალი თაობა არის ძალიან იმედიანი, იმედის მომცემი. და რატომ? გარდა იმისა, რომ ახალი სახელი და ვიღაცამ ახალი ფილმი გადაიღო, ეგ არაფერს არ ნიშნავს. ფილმებს იღებდნენ 90-იან წლებში, სადღაც 80-90 ფილმია გადაღებული სხვათა შორის და 1-2 არის ღირებული იქიდან, მაგრამ ის ახალგაზრდები ჯერ კიდევ, უბრალოდ ახალგაზრდები და ზოგადად ვიტყვით თანამედროვე უახლესი ქართული კინო ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ თავს. ჯერ არ დასრულებულა ეს პროცესი, იმიტომ რომ რაღაცა მთელ მსოფლიოში ეგრეა, მთელ მსოფლიო კინო არის რაღაცა ახალი აფეთქების მოლოდინში, შედარებით ისეთი პერიოდია, თუმცა აი თქვენ მოთელს, დიახ, თქვენ თქვით რომ არ არის ფესტივალი, სანდაც ქართული ფილმი მონაწილეობს და რაიმე მაინც არ არის ხო გრან-პრიზე და მთავარი მასზე და ჟიურის სპეციალურ აღნიშვნებზე არ არის. ეს უკვე ისე ვართ რომ როგორ არ მივიღეთ არაფერი. ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, რაღაც ჯერ კიდევ ბევრი დიდი გზა არის დასავლელი, მაგრამ და ამავე დროს კიდევ ერთი რაც შეიძლება არაფერს ვითომ არაფერი არის, მაგრამ ძალიან ბევრი ფული ჭირდება კინოს. ძალიან ბევრი. ქართულ კინოს ძალიან ცოტა ფული აქვს. არ არის ფაქტობრივად დაფინანსება, რის გამოც უწევთ კოპროდუქციების წარმოება, შემდგომ კოპროდიუსერებს თავიანთი პირობები და აი აქ იცვითება ეს ავთენტურობა. თუმცა ეს კოპროდიუსერებთან თანამშრომლობა და პროექტების განვითარება თუ რაღაც ახალი იმების შემოტანა წესების კინოწარმოებაში და არა შემოქმედებაში, თუმცა შეიძლება შემოქმედებაშიც მოხდეს ჩარევა, ესეც არის მოთელვის და რაღაცების მოსინჯვის ხო, იმიტომ რომ მიღების ან უარყოფის ყოველთვის შეიძლება და ქართულ კინოს და საერთოდ კინოს ვაქეს თვისება, რომ აი მართლა ყდება და არ ყდება. ფენიქსია. ხო, აუცილებლად სადღაც მაინც არის პატარა იმასავით, სადღაც ამოძვრება. ესე იყო. და იმ საშინელი 30-იანი, 40-იანი წლების პერიოდი რამხელა 30 წელი იყო ხო საშინელი სიმძიმე და დათრგუნვა ქართული კინოს. უცბად ამ 50-იან წლების ბოლოს იფეთქეს და რა იფეთქეს, ხო? ამიტომ ესეთი ამოფეთქება გვექნება. შევეჯამოთ თქვენი აზრით, რა ფაქტორები განაპირობებს ბატონი ელდარის შემოქმედების მარადიულობას? მარადიულობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის რომ ის არის ნამდვილი. ის არის აბსოლუტურად მართალი, სრულიად გულწრფელი. ზუსტად ის არის მისი კინო, რაც იყო თვითონ. თვითონაც ალბათ იყო შერეკილი. თვითონაც ალბათ იყო თათაგულიერის თაობას ვერ დაბრუნებთ, იმიტომ რომ მის შემოქმედება მაგრამ მაინც აი ესეთი კი ბატონო, შესაძლოა დაკარგული იყო, ხო? კი, თავისუფლად შეეძლოთ, რომ გაეკროთ აუცილებლად. მაგრამ მათ რაღაცნაირად ერთობით ალბათ კიდევ რაღაც შიდა რაღაც ასე თქვა პაწარა უმსუბუქესმა მართალია, მაგრამ პოლიტიკურმა რაღაც იმემაც მისცეს საშუალება, მაგრამ ისინი ელდარი დაიბადა უბრალოდ. რა გამოიარა უმძიმესი იყო ხო მისი ახალგაზრდობა, ხო ვიცით ყველა. და მისმა თაობამაც და კონკრეტულად ელდარმაც და გიორგიმაც, ხო, ეს საშინელი ტრაგედია იყო მათი ოჯახის პირადი ტრაგედია და მაგრამ მათ მაინც მოახერხეს ისევ თავი აეწიათ და ყოფილიყო ლაღები და ბედნიერები და აი ელდარ შენგელა ის გამორჩეული თვისება არის სწორედ ის რომ სრული სილაღე და ის იყო ბედნიერი ადამიანი და ამიტომ შენს გაბედნიერებენ ასეთები ხო? აბსოლუტურად გეთეხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა.
რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი, ჩვენს ქვეყანას უსურვებ ბევრ ასეთ რეჟისორს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად დაუბრუნდეთ მის შემოქმედებას, თავიდან გადავაანალიზოთ, ჩავწვდეთ ამ ტექსტებს, რომ შესაძლოა ეს გახდეს ჩვენი ცხოვრების სახელმძღვანელო. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.